მოგესალმებით, მადლობა. დღეს ძალიან უსინდისობა კითხვაზე როგორ ხარ, ვინმე იყოს კარგად, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ამ ვითარებაში ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, რაც ხდება დღეს საქართველოში, რაც ჩვენს თავს ხდება, რაც მომავალში პერსპექტივაში იგულისხმება, რომ კიდევ მოხდება და კარგია არაფერი ამ ხელისუფლების პირობებში კარგს არაფერს არ ველოდით, შეუძლებელია ვინმე იყოს კარგად და ასე ვარ მეც მათ შორის. მარიკა, თქვენი რეაქცია როგორი იყო, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ გეკრძალებათ, მაგალითად თქვენ ხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში და გეკრძალებათ, რომ არჩევნებში მიიღოთ მონაწილეობა, მან გითხრეს, რომ კეთილი იბოძე ჩამოდი აქ და ჯერ აქ რომ ჩამოხვალ მიხვდები აქ რა მდგომარეობაა და არა deep state-ის გავლენით მიიღო გადაწყვეტილება ვის უნდა მისცე ხმა არჩევნებში. აი და რას ნიშნავს ეს ემიგრანტისთვის, რომელიც იძულებულია, ეხლა მე და თქვენ დაახლოებით ერთი თაობა ვართ, ხო? ჩემთვის ძალიან ადვილად გასაგებია, რატომ შეიძლება დღეს ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს შენი ქვეყანა, ოჯახი და იძულებით აღმოჩნდე ემიგრაციაში. აი ძალიან მარტივად გასაგებია, მაგრამ ძალიან რთულად გასაგებია, როგორ შეიძლება მოუწოდო აი ამ გაჭირვების გამო, ამ რეალობის გამო აქედან წასულ ემიგრანტს, რომ ეხა ბილეთი აიღე, ჩამოდი, ხმა მიეცი და მერე ისევ უკან წადი. წარმოუდგენელი სირეგვენეა ამის თქმა, რომ ამ ემიგრანტს დღეს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩავიდეს, ხმა მისცეს და უკან დაბრუნდეს. ისმის კითხვა, ეს ადამიანები, კობახიძე და კომპანია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რეგვენები არიან? არა, არ არიან რეგვენები, ზუსტად იციან, რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ მათ რაღაცისთვის სჭირდებათ. ეს რაღაცა მე ვფიქრობდი იყო ის, რომ აი ის სხვაობა არ დაენახათ, სადაც ხელისუფლება გავლენას ვერ ახდენს, თავისუფალი არჩევნები ტარდება, როგორი ბალანსი ჩდება ხელისუფლების ხმებსა და ოპოზიციურ ხმებს შორის და სადაც ხელისუფლება სურსი და ასე შემდეგ არის ჩარეული, რა ბალანსი ჩდება ხმებს შორის. მე მეგონა რომ ეს იყო მთელი მიზეზი, მაგრამ ეხლა რაც მოვისმინე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებული ამ ქოცი დეპუტატების მიერ, რომ სადღაც ეს ყველაფერი მიყავთ იქეთ, რომ რუსეთთან სურთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. ანუ ნინო წილოსანს მოვუსმინე მე, რომელიც ამბობდა, რომ რუსეთში მცხოვრები ემიგრანტები არათანაბარ პირობებში არიან და ამას ეხლა პოლიტიკოსები იმიტომ ვარ და ხანგრძლივად პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, რომ ქვეტექსტების წაკითხვაც უნდა შეგვეძლოს სტრიქონების მიღმა რა იგულისხმება და მე ზუსტად ეს ვიგულისხმე, რომ ეს ხელისუფლებად წოდებული სინდიკატი ფიქრობს და ცდილობს და ალბათ გეგმავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, რაც კატასტროფაა პრინციპში რუსეთისკენ მივექანებით კი არა, რუსეთში ვართ და რა ვიცი, ყველაფერი ხდება ომის გარეშე და რუსული ჯარის შემოჭრის გარეშე პირდაპირ დაპყრობილი ვყავართ რუსეთს ხელისუფლებად წოდებული ადამიანების მეშვეობით. ეს არის კატასტროფა. პირველი რა რეაქციაც მქონდა, ეს იყო სიბრაზე. მერე იყო აქ მყოფმა და სხვადასხვა ქვეყნებში მყოფმა იმიგრანტებმა რაღაცნაირად მოვახერხეთ ერთმანეთთან კავშირი და გაკეთდა უამრავი პეტიცია და რა ვიცი, ყველა პეტიციაზე რასაკვირველია ვარ ხელის მომწერი. თან ჩემთვის პოლიტიკით დაინტერესებული და პოლიტიკაში ხანგრძლივად მყოფი ადამიანისთვის ძალიან რთული, წარმოუდგენელია, რომ აი ჩაატარდეს რაღაც ეროვნული არჩევნები საქართველოში და მე ამაში ხმის უფლების მქონე როგორც ხმის უფლების მქონე ადამიანმა წკი ვერ მივიღო მონაწილეობა. ვერ ჩამოხვალთ, ხო? არა, თუ აქტიურად ჩართულმა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ანუ 20-24 წლის არჩევნებში მე აქტიურად ვიყავი, რა თქმა უნდა, ჩართული ნიუ-იორკის საარჩევნო უბნებზე. მან სასწაულის შედეგი დადგა ემიგრაციაში, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტულად ამ იმაში ნიუ-იორკის უბნებზე სადღაც 6-დან 7%-მდე აიღო ქართულმა ოცნებამ, მაგრამ ნახეთ რა იყო ვისაც გამოცდილი უმრავლესობას ვისაც არა ძალიან ბევრი გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანია დღეს საქართველოში, მაგრამ აი ჩვენ პოლიტიკაში ხანგრძლივად ყოფ ადამიანებს ხომ მქონდა ეს საარჩევნო გამოცდილება სახელმწიფოებრივი მიდგომა, ზუსტად ვიცოდით რა ხდებოდა და ამიტომ ძალიან რთული იყო ჩვენთან რაიმე გაყალბების
დაშვება. თუმცა მცდელობა იყო, მაგის თქმა მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დარეგისტრირებული მაგალითად ამერიკაში, ნიუ-იორკში და მოვიდა მისი ნახევარი. და როდესაც მე ეს ვიკითხე, მე მაინც შედარებით ახალი ემიგრანტი ვარ და დიდათ არ ვიცნობ იმ ადამიანებს, კოცებს ვინც წარმოადგენენ. და ამიხსნეს, რომ ამ ადამიანებს ქონდა იმ დარეგისტრირებული ადამიანების პირადობის მოწმობები, ქონდათ აი აქ ქოც-ქალებს ამერიკაში. ანუ ამერიკაში მაგიტომ არიან ადამიანები ჩამოსული, რომ საკუთარი ცხოვრება კი არ გაიუნჯობესონ, აი ამ მამაძაღლობით იყვნენ პარალელურად კიდევ დაკავებული რა. შედალოცვილო, თუ ესე მოგწონს და ამ ქართულ ოცნებას უჭერ ხარ და მისთვის გაყალბებისთვისაც მზად ხარ. წადი რა დაეტიე მაშინ იმ შენ საქართველოში თუ ესე მოგწონს და თუ იქაც არის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა ღირსეულად რა თქმა უნდა და დალხენილი ცხოვრების გამო ხომ არ არის უმრავლესობა, ძალიან მცირე რაოდენობა, ვინც თქვათ კარიერული წინსვლისთვის შეიძლება იყოს უცხოეთში წასული, ძირითადად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკური გაჭირვების გამო, სოციალური გაჭირვების გამო ადამიანები მიდიან. სხვა შორის ხო მართლა ცოტა უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, როდესაც შენ მიდიხარ მძიმე შრომას ეწევი და მაინც არ უჭერ მხარს, რომ ცვლილებები დადგეს შენს ქვეყანაში, ეს რაღაც აუხსნელი ამბავია. წარმოუდგენელი ცინიზმია კიდევ ჩამოვიდნენ ხმამისცემ. დღეს მე ჩემი ერთადერთი და პირველი შვილიშვილის დაბადების დღეა, რომელიც ერთი წლის გახდა და ვისარგებლებ შემთხვევით და ჩემს თომა ბარჯაძეს მიულოცავ დაბადების დღეს. ნეტა შემეძლოს საქართველოში დაბრუნება, არჩევნებისთვისაც ჩავიდოდი და ჩემი თომას დაბადების დღისთვისაც ჩავიდოდი. დღეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში უმძიმესი გულის შეტევით წევს ჩემი ძმა, რომელსაც ვერაფრით ვერ ვეხმარები ფიზიკურად გულის ხმობ. ნეტა შემეძლოს, რომ მე ჩემს ძმას გვერდით დავუდგე და მას შევუმსუბუქო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფიზიკურად დავუდგე გვერდით. წარმოუდგენელ სირეგვენეს ამბობენ და აღნიშნე უკვე, რომ განაარიციან, უბრალოდ დასცინიან ყველას და ყველაფერს, აბსურდულ რაღაცეებს ამბობენ და ამ აბსურდის მიღმა კიდევ გეგმავენ ისეთ მავნებლობებს, რომ ჩვენ მხოლოდ ამ აბსურდზე გადავიტანოთ აქცენტი და ამ ნებათაღელვის მიღმა მათ კიდევ ისეთი რაღაცეები გააკეთოთ, რასაც უბრალოდ გონიერი ადამიანის გონება ვერ მიწვდება. არის რაღაცები, რასაც პოსტფაქტუმ ვიღებთ და ვიგებთ. ეხლა ვინ წარმოვიდგენდა, რომ პირბადეების გამო ადამიანებს დაიჭერდნენ, დააპატიმრებდნენ, დააჯარიმებდნენ, რუსთაველის გადაკეტვის გამო ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემდნენ და ნუ რა ვიცი, არ ვიცი, ნუ ცამწიმი ეცით რა არის რაღაც ადგილზე რო ხარ, რაღაც გადიხარ ამ ბრას გამოხატა, შორიდან უფრო ძნელია ამის ყურება. მე ძალიან მეჭირს, ძალიან მეჭირს შორიდან ამის ყურება და თუ მართლა იძულებული გამხადეს, რომ მე დავბრუნდე საქართველოში, იმიტომ რომ ასე ხანგრძლივად გამიჭირდება ამ დიქტატურის შორიდან ყურება, რავი, დიდად არ ვურჩევდი რა, ალბათ ჩემი საქართველოში დაბრუნება ნიშნავს, რომ მე ბევრი რამისთვის მაქვს თავი გადადებული, ბევრ რამეზე ძალიან ამ ბრაზის მართვა თანდათან უფრო ძნელი ხდება და ამდენი გაბრაზებული ადამიანის აფეთქება არ მგონია, რომ კარგად დაუმთავრდეს ხელისუფლებას მისი ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში ყოფნა. მადლობა. ძართული ამდენი ეს ბრაზი თუ აკუმულირდა, წალეკავს ყველას და ყველაფერს ქართულ ოცნებას გულისხმობდა. მადლობა, მარიკა, მე მგონი